გამარჯობათ მეგობრებო. ყველას ბედნიერება, სიხარული და რათავრია. უფალი იყო ჩვენი ფარველი. მით უმეტეს დიდი შვიდეულის დღეებში უფალზე და მის სწავლებაზე თუ არ ვიფიქრეთ, გამორიცხულია. ეხლა ამ ვიდეოს დავდებ, მაგრამ ერთადერთი ამ ვიდეოს დავდებ, აი პარასკევი რო დამთავრდება, წითელი პარასკევი რო დამთავრდება, ეს იმიტომ რომ ერთადერთი დღე, ყველაზე სამარცხვინო დღე კაცობრიობის და ყველა ადამიანის და საერთოდ ჩვენი ისტორიის, სადაც თვითონ უფალი, ცოცხალი უფალი გამოგვეცხადა, გვასწავლა სიყვარული, ცხოვრება, რავი, ყველანაირი რჩევები და ადამიანმა და კაცობრიობამ ეს არ მიიღო და ვიცით დამთავრდა და როგორ დამთავრდა ეს ყველამ ვიცით. აქედან გამომდინარე მე პარასკევს რა თქმა უნდა ვიდეოს არ დავდებ. ჩვენც მეც და გაწუნებულვარ თქვენც მეგობრებო, შევუერთდებით იმ გლოვას, ანუ სინანურს, რაც ადამიანმა ჩაიდინა. მაგრამ მე გველოდება ისეთი დღესასწაული თვით უფლისა. აღდგომა, სიხარული, სინათლე და აი ყველაფერი რასაც ქვია ცხოვრება. ჩემი აზრით ეს ვიდეო ეხლა რასაც ჩავწერეთ, საკმაოდ საინტერესო იქნება. არა მგონია ეხლა იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონს ჩემზე ფილოსოფია, ლიტერატურა და ასეთი საუბრები, ვისაც მოსწონს უბრალოდ რაღაცეები, უბრალოდ არა, ცხოვრებისეული, რასაც ვიძახით ხოლმე ეს მანქანების და ასე შემდეგ. ეს თემა, ანუ ამ თემაზე ახლა რაზეც ვილაპარაკეთ, არა მგონია ვინმე გულგრილი იყოს. იქნება თუ არ იქნება, ეს თავისუფალი ნების ამბავია და თავისუფალი ნება, რასაც უფალი გვასწავლის, აი მე ამ სიტყვით, ესე იგი ამ სიტყვით ავამთავრებ, რომ ჩვენი თავისუფალი არჩევანი ჩვენზეა დამოკიდებული. ეხლა დავიწყებ და განვახებ და სიტყვა იქნება ჩემი ამ ვიდეოს დავამთავრებ, იმიტომ რომ ყველაფერი ადამიანი ირჩევს თავისუფალ ნებას, იმიტომ რომ სარწმუნოება და სწავლება ძალიან დამყარებულია თავისუფალ ნებაზე. ეხლა ეს ვიდეო დაედება შაბათ დღეს და შაბათ დღეს რა ხდება? ყველა ელოდება, ყველა მორწმუნე ადამიანი ელოდება ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლას. და ყველაზე მე ეხლა ცოტა პატარა ისტორიას მოვყვები და ბოლოს ყველაზე ასე დასაფიქრებელ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ მე ჯერ ამას არ ვიტყვი, ბოლოს დავამთავრებ ამას და თუ არ დაგეზარებათ ბოლომდე უსმინეთ ამ ჩვენ ვიდეოს და იმ სათქმეს ვიტყვი და ცოტა არ იყოს ღელავ და საფუძველიც არ მაქვს იმისა, რომ არა, საფუძველი მაქვს იმისა, რომ მართლა ვიღებო, თუმცა ზოგი იტყვის, რომ არ არის ეს აღირვებელი. ეს ისეთი რაღაცა ხდება, რაც კი არასასიამოვნოა, მაგრამ რაც საგანგაშოს არ არის. მაგრამ მე მაინც როგორც ქართველი კაცი და როგორც ემოციური კაცი მაღერვებს. და აი ამას ახლა ნელ-ნელა მოგიყვებით ყველაფერს და ბოლოში ვიტყვი რა მაღერვებს და რატომ ღელავ. ეხლა ეს ისეთი თემა ულახტიად გითხრა და ბევრიც მეტყვი შენიშნავს, რომ ამას ჯობია გაჩერდე, წყნარად ილაპარაკო, ისაუბრო. მაგრამ რა ვქნათ, ისეთ გადარბენებზე ვარ, თან ჩვენი მაყურებელი და ჩვენი ფოლოვერები ამას შეჩვეულები ვართ და თუ რაღაცა პატარა შეცდომა მომივიდა, მომიტევეთ. თემა საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ რა ვქნათ, თუ გადარბენებზე ვარ და გაჩერებასაც ვერ მოვახერხებ, იმიტომ რომ უნდა მოვასწრო და კაი, ერთ სიტყვით მინდა ვისაუბრო მეგობრებო ღვთაებრივ ცეცხლზე. მთელი კაცობრიობა ელოდება ღვთაებრივ ცეცხლის გადმოსვლას. და პატარა ისტორიას მოვყვებით, ახლა თქვენ იცით ეს უჩემოთ რა იყო, როგორ იყო, მოგეხსენებათ ჩვენი უფალი ჯვარს უაცხეს. მერე ასე თუ ისე ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე დაეკარგა ის ადგილი, სადაც უფალი დაკრძალეს. ეს გზებოდა რაღაც 3-4 საუკუნე, იქიდან გამომდინარე, რომ ქრისტიანობას და ქრისტიანულ მდიდრობას დევნიდნენ
და დაკარგული იყო ეს ყველაფერი თვითონ ისტორიულ წიგნებში როცა ავიკითხავთ სად იყო ის სასაფლაო არავინ არ იცოდა და ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინემ ხო მიიღო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად და მას ყავდა დედა ელენე და ამაზე ბევრი ვერსიებია რატო რისთვის მე ყველა ვერსიას ვიტყვი იმიტომ რომ პროტესტანტები და საერთოდ ათეისტები იძახიან რომ კონსტანტინეს დასჭირდა თავის იმპერიის საკონტროლებლად ეს რელიგიის განვითარება და ამიტომ მისცა სახელმწიფოებრივი დანიშნულება ახსოვთ ხო 330 წელს კონსტანტინოპოლმა ქრისტიანობა მიიღო სახელმწიფო რელიგიად და ათეისტები იძახიან რომ სპეციალურად მოიყვანა მღვდლები სტრუქტურა შექმნა მოწინააღმდეგები ხო იმიტომ რომ პროტესტანტები იძახიან როგორ იძახიან პროტესტანტები რომ ჩვენ სულ არ გვჭირდება ჩვენ გვჯერა ქრისტესი ჩვენ გვჯერა ქრისტის სწავლებების ჩვენ გვჯერა ბიბლიის მაგრამ მღვდლები ეკლესია და ეს სტრუქტურა კათოლიკური მართლმადიდებლური თუ 1000 ეკლესია რა ეს ორგანიზაცია ჩვენ არ გვჭირდება იმიტომ რომ იძახიან რომ ეს არის ხელოვნურად გაკეთებული რომ იმპერატორებს და ქვეყნის მმართველებს ემართათ საზოგადოება ეს ვინც იძახის ამას მაგრამ მომხრეები ამ იმას იძახიან რომ უნდა იყოს ეკლესია იმიტომ რომ წესრიგი საჭიროა და წესრიგიდან გამომდინარე მაგას ვერ ავსდები ну ეს სხვა თემა ამაზე მე ჩვენ ალბათ ვილაპარაკებთ უფრო წყნარ სიტუაციაში იმიტომ რომ ამაზე დღემდე დაობს კაცობრიობა და საჭირო ეკლესია არ არის საჭირო კითხვაც არის არსებობს ღმერთი არ არსებობს ღმერთი სხვათაშორის ამ ღმერთის არსებობაზე მე შემდეგ ვიდეოშიც ვილაპარაკებ იმიტომ რომ თვითონ ზოგი აყენებს იმ საკითხს რომ ქრისტე ეს არის მოგონილი ამბავი ეს არის რაღაცა გათვლილი და ნუ ამაზე მიდის ახლა დღემდე ლაპარაკი ამაზე უკვე მე განვავრცო და მე რაც ვიძახი კამათი ხო ხო და რომ უნდათ ეს რა ქვია ქრისტიანობა გააერთიანებინათ რასაც ათეისტები იძახდნენ მაგრამ გამოჩნდა ელენე კონსტანტინოპოლის დედა რომელიც მორწმუნე იყო და ჩამოვიდა იერუსალიმში და ეძებდა ქრისტეს საფლავს გარკვეული წვალების შემდეგ სხივი ციდან წამოვიდა დანიშნა და იმ ადგილას სხივი იმ ადგილას მივიდა სხივი სადაც იყო ჯვარი და სადაც იყო გაკრული დასაფლავებული ვაფალი იესო ქრისტე და იმის შემდეგ უკვე წავიდა ის აღადგინეს და იქ საფლავის აღადგინეს მე ეკლესიას არის სხვათა შორის მე და ჩემი ოჯახი ნამყოფები ვართ მან და მაგარი და მე მიმაჩნია რომ ყველა მოწმე ადამიანი ერთხელ მაინც ხურებაში უნდა მივიდეს იქ და ნახოს ქრისტეს საფლავი და ის გარემო სადაც ეს თელი ბიბლიური და არა მარტო ბიბლიური არამედ ეს ისტორია დაიწყო და დღემდე რეალებს ასე რომ ვთქვა. საუკუნეების განმავლობაში ფაქტიურად ყოველ შაბათს, ესე იგი აღდგომის წინა დღეს, ეს შაბათი დღე არის, ეს ღვთაებრივი სხივი გადმოდის. ბევრს ჯერა, ბევრს არ ჯერა და ძალიან ბევრი მაგალითებია და ეს ღვთაებრივი სხივი გამოდის მარტო მართლმადიდებელ მღვდლებზე. და პარადოქსი რა არის იქ სომეხი მღვდელიც ესწრება, კათოლიკე მღვდლებიც ესწრება, სხვა პროფესიის, სხვა რელიგიური წარმომადგენლებიც ესწრებიან და ხდება ასეთი სასწაული, ღვთაებრივი სხივი მოდის და ყურებენ ამ სასწაულს და არ აღიარებენ. მაგარი პარადოქსია რა. და მე ამაზე მილაპარაკია სასულიერო პირებთან და ასეთი რაღაცა ერთი მახსოვს ერთ-ერთი საკმაოდ გარდაიცვალა ერთი 2 წლის წინ და ის მეუბნება აკაო რა გიკვირსო აი მე 30 წლის მღვდელი ვარო და
და ეკლესიაში როდის მოდიანო, იციო? სასწაულების გამო კი არ მოდიანო, არა მოდიანო, აი რომ გაუჭირდებათ, ვიღაცა მოუხდებათ, აი ისინი მოდიანო და სასწაულების არ ჯერათ ხალხო. და ამიტომ სასწაული არ ნიშნავს იმას, რომ შენ ეკლესიაში მოგიყვანსო და იმიტომაც არის, რომ ის კათოლიკი თუ სომხური თუ რავი სხვა წარმომადგენელი, რომელიც ესწრებიან იმ მოვლენას, არ აღიარებენ იმ მართლმადიდებლურ სწავლებას და ცნობიერებას, რასაც მართლმადიდებლური აზროვნება თავაზობს იმ სხვა კონფესიებს და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. თუმცა მე უკვე ისეთი სასულიერო პირებისგან მომისმენია, წარმოიდგინეთ ბერებისგან, ცოტა მეც დავიბენი რა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რო სასწაულებს უყურებთ, თითქოს ეს გაიძულებს რომ მართლა აღიარო მერტი და ფერები და ზოგიერთ სასულიერო პირები იცახის რომ შენ სასწაულებზე კი არ უნდა გქონდეს შენი რწმენა და შენი ცნობიერება, ამის შინაგანი ბუნება უნდა გქონდეს და უნდა გჯეროდეს უფლისტორე სასწაულები ხან იქნება, ხან არ იქნება. აი ამაზეც არის დავა და ალბათ ამაზეც მე ვილაპარაკებ. აი ცოტა უცნაურ რაღაცას ვამბობ, ხო? მე ვხედავ სასწაულს იმის დამამტკიცებელს, რომ მერტი არსებობს და ამ დროს სასულიერო მაგი არ არის მთავარი, შენში უნდა ნახო რწმენა და მართლა რომ მერტი არსებობს, აი ესე უდგებია. ცოტა რთულად ვამბობ, მაგრამ ალბათ გამიგებთ. აი ეს როგორი რაღაცა იცით, აი ხوارი დავა მერტი არსებობს თუ არ არსებობს, ათეისტა იცეხეს არ არსებობს, ნაკლებად მორწმუნე ფიქრობს, ეჭვებშია, მაგრამ ყველაზე დამამტკიცებელი საბუთი რა არის, რომ მერტი არსებობს და მაგალითები მოყავთ ხოლმე. აი მაგალითად ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული იმას ვიტყვი, აი არსებობს სიზღი, არსებობს სიყვარული, არსებობს აღმაფრენა. მაგრამ თქვენ ამას ხედავთ, კონკრეტულად ხედავთ, ხელს კიდევთ. არ კიდევთ, მაგრამ მოქმედებს შენზე. აი ესეა ღმერთი არსებობს, შენ გძნობ, მაგრამ ვერ ხედავ. მაგრამ იმის თქმა რომ ღმერთი არ არსებობს და არ არის, ამასაც ვერ იტყვი, იმიტომ რომ გძნობ. აი ასე უდგებია ზოგიერთ სასულიერო პირი, გიგედა? ისინი იძახიან, ეს აუცილებელი არ არის ცეცხლი გადმოვიდეს და შენ გჯეროდეს, შენ შინაგანი ბუნება უნდა ნახო იქ რა ხდება შენში. და აი მე უნდა აღიარო ეს სასწაული და ეს მოვლენა. აი მე ხშირად შევხვედრი ვარ, მე ცეცხლის გადმოსვლის დროს იქ არა ვარ ნამყოფი, სხვათა შორის ძალიან მინდა, მაგრამ რო უყურებ ვიდეოებს და მოგონებებს, ყველა ერთი და იგივეს იძახის, რომ იქ რო ესწრებიან იმ მოვლენას, აი გძნობენ შინაგანად, რომ რაღაცა სასწაული ხდება, სასწაული და არა მარტო მორწმუნე და რელიგიური ადამიანები, ქრისტიანების გულისხმობ, არამედ ის სომხებიც, კათოლიკებიც და სხვა ყველა და მუსულმანებიც. და თვითონ ებრაელებიც, რომ იქ პოლიციელების საქმე არის, მაგრამ აი პირდაპირ ასე ღიად არა კი, გძნობენ რომ რაღაც არის, არის უფალი არის, მაგრამ როგორ არის, რანაირად და იმის გამო რომ ამას ხედავენ, არ აღიარებენ. ცოტა რთული რაღაცაა, მაგრამ ნუ რეალობაა. აი ეს პროცესი. მეც ახლა შეიძლება კარგად ვერ ავსექი, მაგრამ აი გძნობენ, აი ადამიანი გძნობს რომ ღმერთი არის, მაგრამ არ ჯერა, იმიტომ რომ ვერ ხედავს. აი თუ დაინახავს და შეეხება, მაშინ დაიჯერებს, მაგრამ შინაგანად აი ეჭვობს და ამას ქვია, როგორ გითხრათ, ნაკლებად მორწმუნე კი არა, თავის თავში დარწმუნებული ადამიანი რო არ არის და აი მერყევი რო არის რა, მერყევი და აი მხარი ის არ არის და ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან მთავარი არის რწმენა, შემთავარია დაინახავ თუ არ დაინახავ, უნდა გჯეროდეს რწმენა და რწმენას რაციონალური და ლოგიკური დასაბუთება არ უნდა, რომ ვერც დაასაბუთებ, რასაც არა მორწმუნე და ათეისტები ითხოვენ. ეხლა მოგეხსენება და ადამიანი როგორი პიროვნება, ეხლა აი მეცნიერები, პროტესტანტები, ისინი იძახიან, აი მე მაგ ბიბლია, იმის იქით მე არ ვინდა, მე რასაც ხედა, რაც წერია იმას და მე თუ ვიგძენი და მე ვგძნობ ამას, აი მაშინ ვაღიარებ, არ ვიგძნებ და ნუ მაშინ ეჭვებში. ცოტა რთულად ლაპარაკობ, არა მეგობრებო, მაგრამ ნუ არა უშო შემდეგში ალბათ ამ თემას განვავრცოთ და უფრო წნარ სიტუაციაში განვიხილავთ. დაუბრუნდეთ ესე ღვთაებრივ ცეცხლს. ნუ საუკუნეების განმავლობაში იყო რამდენჯერმე
იყო მაგალითად ეხა ისრაელი და იერუსალიმი მუსულმანების დაქვემდებარებაში რო იყო ზოგჯერ აკრძალეს რომ იქ ჩაეტარებინათ ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლის დროს წირვა, მაგრამ ის მაინც გადმოსულა. და ძირითადად ისკენ მიყავს საუბარი, რომ დავობენ ეს მართალია თუ არ არის მართალი და განსაკუთრებით ამ ბოლო მე-20 საუკუნეში ტექნიკა რო განვითარდა, პირდაპირ იძახია რომ ეს არის ფარსი და ეს არის ტყუილი. თქვენ იცით ხო, მან კოლუპია ქვია, სადაც შედის პატრიარქი, იერუსალიმის პატრიარქი სანთლით და გამოდის ანთებული ცეცხლით. და მიდის საუბრო რომ ეს არის ეს ჩვეულებრივი ცერემონიალი, რომ ხალხი მოატყუონ და პირდაპირ იძახია რომ მეცნიერად რომ იქ სანთებელას კიდევსო და იმით გამოაქო ცეცხლიო. მე ასეთი ვერსიებიც გავიდა რომ даже მეცნიერებთან დაამტკიცა ფოსფორს რო წაუსვევს სანთელს, თუმე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მე ცეცხლი ეკიდება და იმ სანთელსო ფოსფორს უსვავენო რა. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მგონი 10-15 წლის წინ ერთმა ჟურნალისტმა ამტკიცებდა მაგას, რომ ეს არის ფარსიო და პირდაპირ სტუდიაზე გამოქონდა ამ ფოსფორი წაუსვავდა იმას სანთელს და გარკვეული დროის შემდეგ ცეცხლი ეკიდებოდა. ამით ამტკიცებდა, რომ ეს არის ფარსიო და მაგაზე იყო მთელი ამბები, სასამართლოები, მთელი ამბები და წარმოიდგინეთ სასამართლო გაამართლეს ჟურნალისტი, რომ დაამტკიცა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, მგონი 2 თუ 3 წლის წინ ინტერვიუც იყო და თქვა, რომ ეს ფარსი იყო, მე მინდოდა უცნობილი და სახელოვანი გამხდარიყავიო. ძალიან ცნობილი სკანდალი იყო კიდევ იქ მგონი 20 წლის წინ იყო, ამ დავა რომ მიდიოდა ამ ცეცხლზე, იქ სომეხი ის ხარი როგორ არის, სომეხი და ეს დგას და სომეხმა დელმა თქვა, რომ არა უკაცო იქ სანთებელეში აქო ჩუმატო, მე და ჩუმატ უკიდევსო რა. ატყდა ერთი ამბავი და მე ისიც გავიდა დრო და იმ სომეხმა თქვა, რომ რაღაცისთვის დამჭირდაო რა. ეს ასეთი მაგალითები არის, მაგრამ ეს უნდა ჩაწვდე და გქონდეს ეს ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არ აღიარებს და არ იცის ეს ინფორმაცია და კიდო თავის ფიქრებშია ეს მართლა უკიდებენ თუ არ უკიდებენ და რა ხდება ეჭვებშია. და ყველაზე კიდო გავრცელებული გასაგებია ეს თქვა ცეცხლი მოუკიდა ან ფოსფორით აინთო ის ანთლის ცეცხლი და რო გამოაქვთ ეს ცეცხლი 3 თუ 4 წუთი აი ესე რო აქანავით არ გეკიდება. აი ესეც ერთ-ერთი სასწაულებრივი თვისება ამ ცეცხლის და მომხრები იძახენ თუ ეს არ არის ნამდვილი, მაშინ რატო არ ეკიდება. მაგრამ მოწინააღმდეგეები იძახიან, რომ შენო ცეცხლს წაფა თუ მოიქნევო შენი ტანის გარშემო არ მოგეკიდება რა. აბა მეგობრებო, მოსინჯეთ სანთელი აინთე და აი ესე გაატარეთ თქვენ ტანის გარშემო და თუ არ მოგეკიდებათ ნახავთ. ამასაც ვერ ხსნიან. საერთო ჯამში იცით რა არის? ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ თქვენად მომხრეებიც ვერ ამტკიცებენ სიმართლეს და არა მომხრეების და რეალობაში რჩება ყველაფერი რწმენისა და არჩევის, აი შე როგორც ფიქრობ, ისე აღიარე. და ფაქტურად ხშირად ხوارი ხომ ადამიანები როგორ წვითავენ რაღაცას პირდაპირ სასულიერო პიროვნებაში, შენ ნუ ფიქრო, შენ მიიღე, შენ წვენაში მიიღე. მაგრამ მეცნიერები და ლოგიკაზე დამყარებული მოაზროვნე ადამიანები ეს ასეთი პასუხი მათ არ აწყობთ, მათ უნდათ დაინახონ ის რაც არის რეალურად და რაციონალურად ახსნან ის მოვლენები და საერთოდ მოვლენები და განსაკუთრებით ეს ცეცხლის გადმოსვლა. განსაკუთრებით კიდევ მომხრეები იძახიან, რომ თქვენ ანახი გექნებათ ეს ცეცხლი რომ გადმოდის, თითქოს აი ფოტოაპარატივით ანათებს და ამას როგორ აკეთებთ? ისინი იძახენ, არა იქო სპეციალურად არისო დამალულიო და მეორე მომენტია, აი მოწინააღმდეგეები რატო ვერ იმტკიცებენ, რომ იქ ყალბი არ არის, ეხლა დღეს თანამედროვე დროში
მაგრამ მიკროჩიპების დაყენება შეიძლება, იმის დაყენება შეიძლება ჩუმა და იქ მართლა რასაკეთებს და ახლა ყველაფერს გადაიღებ, მაგრამ მე ვიღებ მომენტებში და თქვა სხვა დღეებში ჩადო და დაამტკიცო, მაგრამ მიკრო ვიდეო კამერით გადაიღო იქ რასაკეთებს პატრიარქი, ხო შეუძლიათ ამის გაკეთება შპიონები და რავი 1000 აგენტები აკეთებენ, მაგრამ შეიძლება გაკეთებულიც აქვს, მაგრამ ვერაფერს ვერ ამბობენ. წარმოიდგინეთ ახლა ებრაელები ხო უარყოფენ ამას ყველაფერს და ებრაელები რო იყვნენ პროფესორეთ უნდოდეთ დამტკიცებ ამას ვერ დაამტკიცებენ ესეც პარადოქსია ხო ნუ საერთო ჯამში მეგობრებო ამაზე ახლა მე ცოტა ისეთ ფორმატში ვარ ბევრი მაგალითები მაქვს მე თუ დავდებით ვილაპარაკებთ ამას მომხრეები აღიარებენ ამ ცეცხლის გადმოსვლას, არა მომხრეები ამას ფარსად მიაჩნიათ, მაგრამ დღემდე მიდის ამაზე დავა. და მივიდეთ ჩვენ ძირითად სათქმელზე, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. მოგეხსენებათ ახლა საომარიო პროცესების გამო იერუსალიმის ის ტაძარი, სადაც უფალი საფლავია დაკეტილია. ეხლა ამჟამად. და არ უშვებენ არავის. აი ახლა კათოლიკებს ჰქონდა აღდგომა და უმაღლესი დონის, რა ქვია, სასულიერო პირები არ შეუშვეს. ისრაელის პოლიციას და ჯარს ეს წრე აქვს შემორტყმული ამ ტაძრის გარშემო და არავის არ უშვებენ. იერუსალიმის პატრიარქს და არავის არ უშვებენ და ყველა უკვე იმის მოლოდინშია რა მოხდება შაბათს ახლა როგორ გადმოვა რა მოხდება კაცში მარიცის და ყველა ზოგი დაძაბულია და მეც მათ შორის თუმცა მე მჯერა რომ ის ასწაული მაინც მოხდება მეტი ასეთი მაგალითი მინდა გავიხსენო აი პანდემია რო იყო მაშინაც ეკლესიამ დაკეტა ისა ისრაელის პოლიციამ დაკეტა ეს ტაძარი და მარტო უშვებდნენ სასულიერო პირებს, მაღალი სასულიერო პირებს და ჩვენ მაშინ გვახსოვს პანდემიის დროს ტელევიზორში უყურებდით როგორ გადმოვიდა ეს ღვთაებრივი სინათლე. თქვენ იცით ხო იქ ხალხი გროვდება, ზოგი ამბობს ეს შოუა, აი ვისაც ეს არის შოუ, ფულის გაკეთების ისა, იქ არაბები მოდიან, ყველია რაღაცა და შოუს ელემენტებიაო და მაშინ პანდემიის დროს ავი რა მარტო ეს 10 თუ 5 სასულიერო პირი იყო მან და ის პროცესი როგორც ჩვენ ყოველთვის უყურებთ ხოლმე ის გადმოვიდა მაგრამ წელს არავის არ უშვებდა ისრაელის მთავრობა იძახის რომ ჩვენ არ დაუშვებთ იმიტომ რომ შეიძლება ბომბა წამოვიდეს ირანიდან და ისა და ამიტომ ვიცავთ თავსო და აი რა იქნება როგორ იქნება თუმცა ერთი მაგალითი, რამდენიმე ისტორიული მაგალითია ჩვენ აი ხშირად ვინც იერუსალიმში ნამყოფია, რომ შედიხარ ამ საფლავის ქვისი გვერდზე არის ასეთი კედელი 50 მეტრი და ის კედელი არის ასეთი ცეცხლმოკიდებით დარწმულია. ეს გახსოვთ ხო? ერთმანეთ სომხებმა არ შეუშვეს, რა ქვია, პატრიარქი და ეს მართლმადიდებელი პატრიარქი აქეთ იყო რა, 50 მეტრით იმ საფლავიდა და სხივი არ გადავიდა იმ იმაში, რა ქვია. უშუალოდ სადაც საფლავი არამედ გადავიდა იქ, სადაც პატრიარქი იდგა და ის კედელი რო ჩადიხართ ხოლმე ექსკურსიის დროს მაგას აჩვენებენ ხოლმე, მეც ნახე რა, აჩვენებენ ხოლმე ტურისტებს აჩვენებენ იმ ემბას. მაგრამ ამჟამად წელს არავის არ უშვებენ. არ ვიცი შეიძლება შეუშვებენ, არ შეუშვებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღა დარჩა დღეს პარასკევია და მე როგორც ვიცი მთელი ეს პერიმეტრია და ტერიტორია შემორტყმულია ისრაელის ჯარისკაცებით და არავის არ უშვებენ. ეხლა ისმის კითხვა ვინერიულა თუ არ ვინერიულა, თქვენ მოგეხსენებათ ეხლა ასეთი თქმულებაც არის რომ თუ რა ქვია სხივი არ გადმოვიდა ეს იმაში ნიშნავს რომ ანტიქრისტე იწყებს ბატონობას. ამაზე შეიძლება არის მოწინააღმდეგე ეს რა ლაპარაკიაო წმინდა წერილში და წმინდა მამები ამას აღძოს არ ამბობდნენ და ამიტომ მე დიდი მისაქციებელი ყურადღების მისაქციები არ არის რომ თავარიო შენში იყოსო უფალი და
ღმერთის დევა და ეხლა ისო არაფერ არ წვითავსო გადმოვა თუ არ გადმოვაო რა ვიცი ეხლა კი უსმენთ ამას ჩვენ თქვი გვესმის მაგრამ რო დაფიქრდებ აინც მე პირადად ეხლა არ ვიცი მე ძალიან ახლა ვცდილობ რომ რელიგიური და ის ვიყო მაგრამ რაღაცა არ მსიამოვნებ და მე აქედან გამომდინარე ეს კითხვა როგორ იქნება რა იქნება ყველას რა თქმა უნდა მაინტერესებს თუმცა რა თქმა უნდა ხალი ჩვენში უნდა იყოს ჩვენი საქციელები ჩვენი მოქმედებებით და ისე და ისე ვამთავრებ ამ ვიდეოს ეხლა მე რაც ვილაპარაკე ეს თავისთავად ყველაფერი თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული მეც პირადად ეხლა რომ მკითხოს მე მჯერა და რაღაცა სასწაული მოხდება და ვიცი რომ ისე მოხდება როგორც უფალს უნდა და ისე მოხდება როგორც პოლიცია და როგორც საჭირო იქნება ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში ჩვენი რა თქმა უნდა ფიქრები გვაქვს ჩვენი აზრები გვაქვს და ჩვენ მოიქცეთ ღირსეულად ლამაზად და ისე რასაც უფალი გვასწავლის და რასაც მაგალითს გვაძლევს დანარჩენი სიმშვიდე სიწყნარე და ყველაფერი კარგად იქნება მე რა ვიცი მე მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება აი პოლიციას უყურებდი და დავიძაბესავით რა რო ლაპარაკობდე გვერდზე მიყურებდა და გაიარა და მაინც ხო რას ვიძახი მეგობრებო ერთ სიტყვით ასე ვართ მოლოდინის რეჟიმში მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ უფალი არ მიგვატოვებს და ისე იქნება როგორც საჭიროა თავარია ჩვენ ვიყოთ კვიანები ბრძნები ვიყოთ და არასწორად თქვი ხო ბრძენი ბრძნები ну ჭვიანები ვიყოთ და გავაკეთოთ ის რასაც უფალი გვასწავლის აბა გილოცავთ მომავალ დამდეგ აღდგომას და რა თქმა უნდა ხვალ მე ამასაც მოგილოცავ მაგრამ თავარია თავებრივი სხივი გადმოვიდეს ჩვენი სიძლიერისთვის ჩვენი ლამაზი და ღირსეული ცხოვრებისთვის კარგად ხვალამდე შევხვდებით ხვალ